ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის საბაჟო ტარიფები ავტოიმპორტის შემდეგ სხვა პროდუქციაზეც გააჩერა. კერძოდ თეთრი სახლის ლიდერმა მეზობელი ქვეყნებიდან 2020 წლის ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტზე ტარიფების ამოქმედება 2 აპრილამდე გადადო. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 დღეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ტრამპმა იმპორტზე დაანონსებული ახალი გადასახადები 2 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან აპრილამდე გადაავადა. მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეიბაუმმა მადლობა გადაუხადა ტრამპს ამ ნაბიჯისთვის, ხოლო კანადის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავის მხრივ შეაჩერებს ამერიკის პროდუქტებზე sapasukho ტარიფების მეორე რაუნდს. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით ტრამპმა შესაძლო აღნიშნულ საკითხზე განკარგულებას ხელი უახლოეს დღეებში მოაწეროს. როგორც მედია წერს, თეთრი სახლის წარმომადგენლებს შესაბამისი ბრძანება უკვე მომზადებული აქვს. დოკუმენტის ადრესატი განათლების მინისტრი ლინდა მაკმაჰონია, რომელსაც პრეზიდენტი სამინისტროს დაშლის პროცესის დაწყებას ავალებს. ამასთან განათლების სამინისტროს სრულად გაუქმებას კონგრესის მხრიდან დადასტურება სჭირდება. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს დროებითი ლეგალური სტატუსი გაუუქმოს 240,000-მდე უკრაინელს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ამის შესახებ როიტერსი სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. უკრაინელებისთვის იურიდიული სტატუსის შეჩერებაზე მუშაობა ადმინისტრაციამ მანამ დაიწყო, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკის საჯაროდ დაუპირისპირდებოდა. გადაწყვეტილება მცირე ნაწილია ტრამპის უფრო ფართო გეგმისა, რომლის ფარგლებშიც იურიდიული სტატუსი 1.8 მილიონზე მეტ მიგრანტს შეუჩერდება, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ლეგალურად ყოფნის უფლება ბაიდენის ადმინისტრაციამ ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მისცა. საკითხზე ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტმა თეთრმა სახლმა და უკრაინის საელჩომ ამერიკაში როიტერსთან კომენტარი არ გააკეთეს. გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე თვეში ლეგალური სტატუსის შეჩერებას აპირებს 530,000 კუბელისთვის, აიტელისთვის, ნიკარაგუასა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის. მიგრანტები, რომლებსაც იურიდიული სტატუსი შეუჩერდებათ, დეპორტაციის დაჩქარებული პროცედურის რისკის ქვეშ ექცევიან. ამერიკის სუვერენული სიმდიდრის ფონდს ამერიკელი ფინანსისტი მაიკლ გრაიმსი უხელმძღვანელებს. ის ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში, მორგან სტენლიში საინვესტიციო მიმართულებას უძღვებოდა. 58 წლის პროფესიონალს კაპიტალის დაბანდების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე ის უშუალოდ იყო ჩართული საფონდო ბირჟაზე ტესლას დალისტვის და IPO-ს წარმატებით განხორციელების პროცესში. ტრამპის რჩეულთა სიაში გრაიმსის გამოჩენა სავარაუდოდ სწორედ ტესლას გარიგებას და იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ის ილონ მასკის ახლო მეგობარია და მილიარდერის მხრიდან მას სრული ნდობა აქვს. ზოგადად სუვერენული სიმდიდრის ფონდი საინვესტიციო ინსტრუმენტია, რომელიც არა კერძო ინვესტორებს, არამედ სახელმწიფოს ეკუთვნის. სუვერენული ფონდის მიზანი გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება, მასშტაბური პროექტების დაფინანსება და მომავალი თაობებისთვის მეტი სარგებლის გენერირებაა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფონდის მთავარი დანიშნულება არა კონკრეტული ინდივიდების, არამედ მთელი ერის გამდიდრებაა. საპენსიო ფონდისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები ფულს საკუთარი საჭიროებებისთვის იღებენ, სუვერენული სიმდიდრის ფონდი ერის კოლექტიური კეთილდღეობისთვის ინვესტირებს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდება ზრდის. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილიდან ნავთობის დღიური მიწოდება ეტაპობრივად გაიზრდება იქამდე, სანამ დღიური კორექციის მაჩვენებელი 2.2 მილიონ ბარელს არ მიაღწევს. ორგანიზაციის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფო საუდის არაბეთის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებასთან, რომელსაც თავის მხრივ ამერიკის და ევროკავშირის ზეწოლა განაპირობებს. გასათვალისწინებელია, რომ ოპეკის წევრი სახელმწიფოები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ და ინტერვენციებისგან თავს იკავებდნენ. თუმცა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკამ და ამერიკის მთავრობის მკაცრმა პოზიციამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო და ორგანიზაციის დე-ფაქტო ლიდერმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სამან ალ-საუდმა პოზიცია შეცვალა. ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთის პოზიციის ცვლილება მოვლენების განვითარებასთან და მთავრობის მიერ პრიორიტეტების გადაფასებასთანაა დაკავშირებული. მართალია მიწოდების გაზრდა, ნავთობის გაიაფებას და ოპეკის წევრი სახელმწიფოების ფინანსური სარგებლის მოცულობა შემცირებას გამოიწვევს, თუმცა იკვეთება, რომ საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს ამჟამად სხვა პრიორიტეტები აქვთ. ესპანეთში კატალონიის ავტონომიური თემის ხელისუფლება, რომლის უდიდესი ქალაქიც ბარსელონაა, ტურისტული გადასახადის გაორმაგებას გეგმავს. ინფორმაციაზე ინდეპენდენტი ავრცელებს. კერძოდ ტურისტებს რეგიონის სასტუმროებსა თუ აპარტამენტებში გატარებულ ყოველ ღამეზე დამატებით 15 ევროს გადახდა მოუწევთ. ამდენად, ქალაქ ბარსელონაში 4 ღამით ჩასვლისთვის თითოეულმა ტურისტმა საცხოვრებლის ღირებულების გარდა დამატებით 100 евро უნდა გადაიხადოს. ამჟამად ბარსელონას 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში ღამის თევის დამატებითი გადასახადი 5.70 ევროა, ხოლო 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში 7.50 евро.
უბრალო საცხოვრებლებში უფრო დაბალი გადასახადები მოქმედებს მთავრობის ახალი ინიციატივით კატალონიის დედაქალაქიდან გადასახადი მთელ რეგიონზე გავრცელდება, თუმცა ძალაში შესვლამდე კანონ-პროექტი საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს და ჯერ უცნობია თუ როდის მოხდება ეს. ბოლოს კატალონიის დედაქალაქში ტურისტული გადასახადი 2024 წლის 1 ოქტომბერს გაიზარდა. მანამდე ამ გადასახადებმა ჯერ 2023 წლის 1 აპრილს, შემდეგ კი 2024 წლის 1 აპრილს მოიმატა. ხელისუფლება პირობებს დებს, რომ გადასახადიდან მიღებული თანხის მინიმუმ 25%-ს ქალაქის მაცხოვრებლების საბინაო პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენებს, რაც მეტწილად ჭარბი ტურიზმით არის გამოწვეული. გერმანულმა საფოსტო და ლოჯისტიკურმა კომპანიამ DHL Group-ი ხარჯების კლების მიზნით წელს 8000 სამუშაო ადგილს შეამცირებს. მთლიანობაში კომპანია მიზნად ისახავს 2027 წლისთვის სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით წლიური ხარჯები მილიარდ ევროზე მეტი შეამციროს. ცნობისთვის 2024 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგება 12%-ით გაიზარდა, შემოსავალი კი 6%-ით. International Consolidated Airlines Group-მა, რომელიც აერთიანებს British Airways-სა და Iberias 2024 წელს საოპერაციო მოგება 22%-ით, ხოლო შემოსავალი 9%-ით გაზარდა. IAG-ს მთელი წლის საოპერაციო მოგება 4.23 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3.51 მილიარდი ევრო იყო. საოპერაციო მოგება ერთჯერადი საქონლის გამოკლებით 27%-ით 4.44 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, რომელმაც კომპანიის საკუთარი ანალიტიკოსების პროგნოზს 4.08 მილიარდი ევროთი გადააჭარბა. 2024 წელს კომპანიის საოპერაციო მომგებიანობა 13.8%-მდე გაიზარდა. ელექტრომობილების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი ჩინური BYD მომხმარებლებს კიდევ ერთ რევოლუციურ სიახლეს თავაზობს. BYD-ის წარმოების ავტომობილები ამიერიდან აგრეთვე ჩინური DJI-ს დრონებით აღიჭურვება. კომპანიებმა შექმნეს ჭკვიანი სისტემა სახელწოდებით ლინგუანი, რომელიც ავტომობილის სახურავში მაგრდება და სურვილისამებრ დრონს უშვებს. სისტემა, რომელიც დრონისგან, მისი დასამუხტი სადგურისგან და დამატებით აპლიკაციებისგან შედგება, ამ დროისთვის მხოლოდ ჩინეთში არის ხელმისაწვდომი და მისი ფასი $2200-ია. მას შემდეგ, რაც მძღოლი ბორტ კომპიუტერის ეკრანზე დრონის გაშვების ფუნქციონალს აირჩევს, ავტომობილის სახურავი გაიხსნება, იქიდან კი დრონი ამოფრინდება, რომელიც საკუთარი მისიის შესრულების შემდეგ იმავე ადგილას სპეციალურ დასაფრენ ადგილას დაეშვება. დრონი, რომელიც AI-ით იმართება, გაჩერებულ და 25 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავ ავტომობილზე მუშაობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 54 კმ/სთ-ია, ხოლო დაბრუნება დრონს 2 კილომეტრიანი რადიუსს შეუძლია.